სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დღეს დავიწყებთ 70-ე ნაწილს, რომელიც იმავე წელს, რომელშიც 79 ჩაიწერა, ერთი თვით შემდეგ, სადღაც შობამდე ადრე, 15 დეკემბერს 2019 წელს იქნა ეს ჩატარებული ეთყობა, რომ ვერ მოასწრეს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და გადაწყვიტა, რომ მეორეც სწრაფად გაეკეთებინა ბატონ ჯონს. შემდეგ კითხვა სვას მარკი, რომელიც დაინტერესებულია ისეთი პრობლემით, როგორიც არის დაუშვათ მამაკაცობის განვითარება, მე ვაჟკაცობა დავარქვი ქართულად ახლა, manhood-ი შეიძლება ესე უფრო ვითარგმნოთ ვაჟკაცობა, masculinity ქართულად შეიძლება მხოლოდ რომ როგორ განვავითაროთ ახალგაზრდებში და როგორ ჩამოყალიბდეს თუნდაც მამაკაცები, არ ვიცი იცით თუ არა ფილმების სერიალიც იყო გადაღებული City Slickers თუ გაქვთ ნანახი ხომ ძალიან საინტერესო ის იყო ეგეც როცა მამაკაცები იწყებენ ასევე არის შემდეგი ჯონ უაიტი ანჯელინას მამა რო თამაშობს ისი ძალიან ცნობილი ფილმია და მაგ პერიოდში იყო ესეთი მოწყენილობა ქალაქში რომ ყველანაირად ადამიანს დაეძლია დაუშვათ ის რომ ადამიანი სუსტებოდა მამაკაცი განსაკუთრებით აღმოაჩენა თავის თავში და ამისათვის საჭირო იყო გარეთ გასვლა და ყველანაირად ბუნებასთან ახლოს ყოფნა შეიძლება განმარტოებაც კი და ამ შემთხვევაში ეს წიგნი რომელზეც საუბრობენ ეს ზუსტად ამას ამბობს ველური გული შეიძლება ესე ითქვას ქართულად გადაითარგმნოს რომელიც ეუნება ადამიანებს და ქრისტიანი ადამიანი ამბობს ამას და ქრისტიან მამაკაცებზე საუბარი რომ განმარტოვდნენ ბუნებასთან მარტო კონდეთ დრო მედიტაციის დაფიქრების და ესეთი ზოგი ბავშვებს ნადირობასაც ასწავლის იცით ბავშვობიდან ამერიკაში ძალიან ცნობილია ეს შვილებს რო წაიყვანენ სანადიროდ და ამას რო ვკითხულობდი გამახსენდა თორაძეების მამაც სხვათა შორის ხო რომ თუ ვინმეს დავადანაშაულეთ მაგ ოჯახის ტრაგედიაში პირველი ალბათ მამა იქნება მე რასაც გადავხედე მაგ ისტორიას დანარჩენი თქვენ თვითონ გამოიკვლიეთ და ბევრი უშვებს ესეთ შეცდომას რომ მაგალითად არიციან დაუშვათ ქრისტიანობის სწორი გაგება არა აქვთ ბევრს და ეხლა ხანაც ამას წინებზე ამერიკაში იყო ესეთ ფენომენი ერთ-ერთი მართლმადიდებელი გამოჩნდა ახალგაზრდა ამერიკაში ინგლისური წარმოშობის რომელიც რა ვიცი შტანგებსაც ეწევა ჩხუბობს ბოქსი და რაღაცა ესეთი მიზიდა ახალგაზრდების სხვათა შორის იმიტომ რომ ბევრგან დაუშვათ ამას ვეღარ ხედავდნენ ახალგაზრდები და მამაკაცები და იცი დღეს როგორც არასდროს თუ ფემინიზმი აქეთ ვრცელდება ხო და ასევე თუ გრძელდება დაუშვათ ტრანსგენდერობა ამის საპირისპირო ძალიან ბევრი დაუპირისპირდა ამას ესეთი მამაკაცური თვისებების განვითარებით და ამაზე ჩვენ პოდკასტიც გავაკეთეთ მე მგონი ბატონ ზვიად ბაქრაძესთან თუ გახსოვთ ეს და ასე აკეთებს სატანა ყველანაირად ცდილობს ადამიანები მთავართან არ მიიყვანოს და მიცეს დამახინჯებული გაგება ქრისტეს. აი ვინ იტყვის ახლა ნამდვილად ვინც ქრისტიანია, იმას რომ ქრისტიანი ყველაზე საუკეთესო ეტალონი მამაკაცობისაც, გამბედაობისას და ვაჟკაცობისაც. დღეს არ არის, ეს მოიტყუებიან, იმიტომ რომ არ ჩანს მათი ცხოვრებიდან გამომდინარე. და ზუსტად ამაში არის შეცდომა, როცა კარგად არ არის გაგებული ქრისტე არ არის ის ვინც გაარტყავენ ერთ ლოყას და მეორეში შეუშვენ ესე მარტივად გასაგები. და როდესაც კარგად ამას მიაგნებს ადამიანი, მე დამწყნარდება, დამშვიდება და ტვინს აღარ აურებს ვიღაცა თავისი რაღაც იმდენი მასალებია დღეს ხალხო იმდენი მასალები რომ შეხვალთ ინტერნეტში, წაგლეკავთ ეს ოკეანე პირდაპირ გაგებით რა. ყველა ფუნქციას გეტყვიან თუნდაც ადამიანმა ეს როგორ განავითაროს ის მე ბიოქიმია ყალბი მას აძლევს წარმოდგენას ეს ჰორმონებით რო კუნთებს უცებ აისხა ორ კვირაში ნემსების გაკეთებით ხო და ძალიან ბევრი მისდევს ამას. მეორე ალტერნატივა რომ ვითომ არ დამემსგავსო იმეებს, რაც მოსდის დაუშვათ ძალიან ბევრს და საერთოდ მამაკაცური სახეც დაკარგა ბევრმა. ასე რომ ორივე მხრიდან სატანა გამარჯვებულია და ჩვენ არ გვინდა რომ ესე ვიყოთ ხომ? საღამო მშვიდობისა, ესე იწყებს დოქტორ მარკ რეინერი სიმი ვალი ხეობა, იცით რომ კალიფორნია დაყოფილია ესეთ რაღაცა ხეობებად და ამბობს რომ საიდან არის მოსული სტუმრად. გამარჯობა მარკ. როგორც ჩანს ის წიგნი, რომელიც თქვენ ახსენეთ,
და მინდა წიგნის ავტორთან ერთად ვახსენო, რომ თქვენ მიხვდებით ალბათ უფრო და უფრო დიდ პოპულარობას იძენს. სადაც ავტორი ახსენს, რომ ჩვენ ქრისტიანი მამაკაცები უნდა ვიყოთ შეხებაში ჩვენი გულის ველურ მხარესთან, რომ უფრო მეტად ვიმუშაოთ ჩვენს თვითკონტროლზე. და ჯონ მაკარტური აწყვეტინებს იმში, დიახ, ეს არის ჯონ ელდრიჯის ველური გულის ტიპის წიგნები. და აუტირო, დიახ ბატონო, დიახ, ეს არის წიგნების სერია, ის ველური გულით დაიწყო და ძირითადად ნათქვამი იყო, რომ ადამიანები უნდა გავიდნენ უდაბნოში, იცხოვრონ ვარსკვლავების შუქზე, კარავში დაბანაკდნენ და გამოხატონ თავიანთი შინაგანი რაღაცა ველური ბუნება, თითქოს ეს რაიმე სულიერი ვარჯიში იყოს. არა, არც ერთი ეს წიგნი არ არის ნამდვილი სასარგებლო, ის სრულიად მცდარია. მამაკაცობა არ მიიღწევა მხოლოდ ყველა ჩვენი ყოველდღიური პასუხისმგებლობის მიტოვებით და ბუნებაში გასვლით, ან კიდევ ცაში ყურებით. არამედ ნამდვილი ვაჟკაცი მაშინ ახარ, როდესაც თქვენ სამყაროში არსებულ ყველაფერზე სრულ პასუხისმგებლობას იღებთ. ნივთების და საგნების მიტოვება ეს ძველი მიდგომაა ამ საკითხთან. ეს წარსულის არის, მონაზვნები და ბერები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იზოლაცია სულიერების გასაღები იყო. სინამდვილეში კი სულიერი განვითარება და სულიერი ზრდა, ქრისტესადმი სულიერი მიძღვნა, მისთვის სარგებლიანობის მიღწევა, პირიქით, ეკლესიის ცხოვრების კონტექსტში ხდება. ანუ თანაზიარებაში, ურთიერთობაში, ამ სამყაროში ცხოვრებაში ხდება. აბა ისე როგორ უნდა იყოთ მარილი და სინათლე ამ სამყაროსთვის. ამასთან დაკავშირებით ჩემი არგუმენტი ის არის, რომ ამ წიგნების მთელ სერიაში ბევრი რამ არის არასწორი. სინამდვილეში კი მთავარი იდეა ის არის, რომ ღმერთს სურს ჩვენი სათნოებისა და სიწმინდის განვითარება სხვა წმინდანებთან მოზიარეობაში და არა იზოლირებულად. რასაც ეს ავტორი ამტკიცებს, ეს სრულიად საპირისპიროა შეკრების, თანაზიარების, ერთმანეთის სიყვარულითა და კეთილი საქმეებით სტიმულირებისა. ასე რომ ყველა ამ წიგნის კითხვაში დროს კარგავთ, რადგან ისინი ქმნიან ხელოვნურ სულიერების სახეობას, რომელიც დიდი ხანია არსებობს წარსულშიც. ეს კათოლიციზმში, მართლმადიდებლობაში გამყარებული ინსტიტუტები იყო, რომლებმაც კრახი განიცადეს, ბერობის ინსტიტუტი, მონაზვნობის ინსტიტუტი. ეს უბრალოდ არის მისი უახლესი თანამედროვე ვერსია. ეს არის და ეს. მადლობა კითხვისათვის. დიახ, მადლობა ბატონ ჯონ.